მოგესალმებით ნაზის სარჯველაზე გადაცემა საჩინოდან. დღეს სტუმრად მყავს ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი ქალბატონი მარინა დოლიძე. და თქვენი სახელით მე მას ჩემს ძვირფას სტუმარს მივესალმები და ვეტყვი მადლობას მოგცემ და ჩემთან გადაცემაში. ჩემო ძვირფასო მარინა, მიამბე ვინა ხარ შენ, ნამდვილად საჩინო ადამიანი ხარ და შენ ძალიან საინტერესო პიროვნება ბრძანდები. მიამბე შენი სპეციალობით ვიმბრძანდები და საიდან შემოვიდა შენთან დიდი ხელოვნება. მოგესალმებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ყველაფერი სიკეთე წარმატება და მშვიდობიან საქართველოში ბეცხოვოს დააყვავილში. ამინ. მე ვარ მარინე დოლიძე, ბავშვთა ქირურგი. მუშაობ ავერსის კლინიკის პირველ ფილიალში, ბავშვთა ქირურგად. და პარალელურად ვარ ეკლესიური, 30 წლის მრევლი ვარ. ჩემი მამაო არის მამა დიმიტრი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან. 20 წლის უკან, როდესაც შპალიერი გამოცვალეთ, ავაძრე ეს თბილი შპალიერი და მის ქვეშ წარმოიქმნა ნახატი. ნახატი როგორ იცით, აი ყავის ჭიქაში რო ნახატებს ხედავთ, დაახლოებით ეგეთი, ანუ ნარჩენი შპალიერის ნაწილებისგან გამოისახა ყინწისის მთავარანგელოზი გაბრიელი. ორი კვირა უყურებ ამ ნახატს და ვფიქრობ, აქ მე ვერაფერს ვერ მივაკრავ, აქ უნდა აღდგეს ეს ხატი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ვინ მე ამდენი არ ვიცი, ხო? საერთოდ გადახატვა კი სკოლის პერიოდში რაღაცებს გადავხატავდი და ეგ მეხერხებოდა, მაგრამ აემხელა მე და რა 20 სიმაღლე აქვს ამ ხატს. ეს უკვე ფრესკა ხატი არ არის და ილია მეორის გადაცემა იყო ტელევიზორში, მაშინ ახალგაზრდა იყო ბევრად მხნე იყო, ძლიერი და ეს ხო თვითონ უნიჭერესია და ძალიან ბევრი ნიჭით დაჯილდოებული ხატავს, წერს ხატებს, მას კომპოზიტორია, გალობებს წერს, ლექსებს წერს, უნიჭერესი ადამიანია და ამანაც მომცა რაღაც ესეთი სიმხნევე და ილია მეორე გვეუბნება, ყველა ადამიანს აქვს ნიჭი ყველაფრის. თავარია მონდომება და ეს მონდომება უნდა იყოს გულიანი. კარგად უნდა მოინდომო, რაც გინდა, იმას აუცილებლად გააკეთებო. და იცი როგორი ძლიერი გავხდი უცებ, რომ მე ყველაფერს შევძლებ. მე შეიძლება აი აქედან არ ვიყოს დიდი რაღაცა, უმძიმესი ნივთი, გადავადგა მეორე, აი ესეთი რაღაცა ბრძოლის უნარი და შემართებული გავხდი რაღაც წამიერად. გავედი მეორე ოთახში, სადაც ის მეგულებოდა მთავარანგელოზი და ავიღე ფანქარი საშლელი და გრაფიკაში დავხატე ყინწისის მთავარანგელოზი გაბრიელი. მე ვურეკავ ჩემ მამაოს და ვიღებ კურთხევას, მამაო ფერებს დავადებ მეთქი და ფერები ზუსტად იგივე მივეცი, როგორც ყინწისის მთავარანგელოზს აქვს, ეს 3 თვის უკან ვიყავი ყინწში და იქ შევიძინე ხატი და ზუსტად იგივე ფერები დავადე. 1.20 სიმაღლეა და ამის შემდეგ ვხატავ. მე მამა გაბრიელი დავხატე, მე პატრიარქის სურათი დავხატე და რა ვიცი, პეიზაჟები, რაც მომწონს, ყველაფერს ვხატავ. და ასეთ შემდეგ ესეთ რაღაცებს ვაკეთებ კიდე, რაც აქ არის წარმოდგენილი. მაგიდაზე სამკაულებს ვაკეთებ კიდე და ისინი დამავიწყდა. გით ვაჩვენოთ მაინც ჩვენს მაყურებელს, ნახეთ რა საინტერესო ნიმუში გახლავთ ეს. ეს არის ჩვეულებრივი თეფში დია და ეს სად ნახეთ? ეგ ბავშვი ძველი ის იყო, კროსი. დია. და შიგნით ეს გამხმარი ყვავილები მიყვარს ზოგადად სურნელია, სახში ვარდები ისინი არის, ნამდვილი სამურაბე ვარდიროა ისინი. დიახ. და მომივიდა აზრი რომ ჩავაწყო იქ და მივასხა ის ბლესკი. ახლა აი ამაზე რას მეამბობთ? ეს თქვენი მოდით ასე ვთქვა სერვისია ესა თეფში და ეს ყველაფერი. არაჩვეულებრივი გამჭვირვალე შუშა არის, ისიც ფუჟერია და შიგნით არის აი ესეთი ისინია შიგნით, აი თუ კარგად შეხედავთ, ძივები და რაღაცეები არის, ძალიან ლამაზია
და მე ებოქსიტი ჩავასხი აქამდე და ზემოდან ჩავდა ეს მცენარეები, გამხარი მცენარეები. ძალიან იგივე არის აქაც. ის საღდგომოც გავაკეთე და ის კვერცხებით ჩაულაგე შიგნით ეს ებოქსიტია და შიგნით შრალი ყვავილებია და მე შრება. ეს პირველი ნამუშევარი იყო და ეხლა უფრო უკეთეს გავაკეთებ. ცოტა ძვირი ეს ებოქსიტი 91 ლარი ის პირველი. ხო, ძალიან კარგია სხვა. დიახ. შემდგომ შემოძვირფასო. შემდგომ ლექსებსაც ვწერ. არა, მოდით ასე ვთქვათ. თქვენ გქონდათ რამოდენიმე გამოფენა, ხო? გამოფენა მქონდა. აი, სად გქონდა? შერატონ მეტეხი პალასში მქონდა გამოფენა, გაყიდვა იყო იქ და ძალიან მოეწონათ. სულ ტრიალებდნენ ჟურნალისტები რა განსხვავებული ისინი გაქვთ ნიფტები, ეგეთი არავის არ აქვს. ხო. ეს გამოიყენეთ სახში რაც გქონდა. მაგალითად აი კიდე მირეკავ დღევანდელ დღეს კიდე ვიყავი დაპატეშებული გამოფენაზე დიღომში და მე აქ ვარ შეცამოსულა. დიახ. მე არ დასულ ხართ? არა, იქ არა და მე 30-ში არის კიდეო და კიდე მელოდებიან 30-ში. კიდე გქონდათ სადმე გამოფენა? გქონდათ თუ არა? არა. და არ გეგმავთ თქვენს პერსონალურ გამოფენას? რა? შეიძლება, იმიტომ ნახატების ბევრი მაქვს სახში. ხო, თქვენ წამოღებული გაქვთ კოლაჟის სახით, ხო? კოლაჟის სახით კი წამოღებული. აი, მე მაინტერესებს აი, როდესაც თქვენ ხატავდით აი ამ პატრიარქის პორტრეტს. პატრიარქი გაქვთ დახატული, ხო? რამდენი აი მოდით ასე ვთქვათ, მიამბეთ ამის შესახებ, მე ხო არ ვიცი რატომ დახატეთ ეს, როდის დახატეთ, რამ გიბიძგათ, მოდით რაღაც ხო რაღაც წინა ის ხო აქვს, როდესაც თქვენ აიღეთ ხო, აი მიამბეთ ამის შესახებ. პატრიარქი ყველასი საყვარელი პიროვნება იყო და არის. მე წარსულში არ ვიტყვი, იმიტომ რომ ის უფალთან არის ზეცაშიარი და უფლისასუფეველშია და იქიდან ლოცავს კიდე და კიდე ბევრ საქმეს გააკეთებს საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის. მე დარწმუნებული ვარ მაგაში და ძალიან გვიყვარს, ვისაც არ უნდა უთხრა, აი დაინახეთ კიდევ ხალხმა დაინახა ის ახალგაზრდობის ასეთი მოზღვავებული სიყვარული პატრიარქისა და სარწმუნოების მიმართ, მე არ ვიცი, რომელი მასში იქ 300 კაცზე მეტი არ იყო უკრაინის პატრიარქი როგორ დაიცვალა. ჩვენთან რა ამბავი იყო, რიგები არ წყდებოდა 40-მდე და დასაფლავებამდე რიგები არ წყდებოდა. და რა თქმა უნდა ყველას გვიყვარს, ეხლა ესე რო ვთქვა რაღაცა მე ძალიან მიყვარს და სხვას არა, ეგ დაუჯერებელია და ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა პატრიარქ მით უმეტეს პატრიარქმა პირველი შთაგონება მან მომცა, რომ შენ ვერ მოინდომე კარგად. ხო? შენ ხო თუ გინდა ის კარგად უნდა მოინდომო და გააკეთებ ამას. ეს იყო პატრიარქის შთაგონება. დიახ. და მის მერე ამ ხელოვნებაში ბავშვობიდან მე-6 კლასიდან ვაწყობ ნამცხრებს, ტორტებს, ხატავ, რაღაც ეტყობა ცოტა მაინც მიდერეკილება მქონდა, მაგრამ ისე რომ ასეთი დიდი ის გამეკეთები არა. ხო. და მოდით ასე მაინტერესებს, რამდენი დღე მოუნდით ახლა ამას? თუ მალევე დახატეთ? მალე ხატავ ზოგადად, კი, ხოთაში 2-3 დღე მაქსიმუმ. ესეთი გრძნობა ხა, მოდით ასე ვთქვათ. თქვენ რომ იწყებდით ამის დახატვას, პატრიარქის დახატვას. აი, რო აიღეთ ფუნჩი ხელში და იწყებთ მისი მოხატვა. აი, რა გრძნობა გაგიჩნდათ. ხომ არ არის ისეთი მომენტი, რომ აი როგორ შევბედო. რომ დავხატო მისი სურათი. აი მე რა ქონდათ ეს ასე არ არის საქმე, ხო? ეს წმინდანზეა საუბარი, ხო? მე უკვე მისგან მქონდა კურთხება, მე ესეთნაირად აღვიქვიოს, რომ როგორც ჩემმა მამაო მომცა კურთხება, რომ მიდი და დაადე ფერებიო, ისე პატრიარქმა მომცა, შენ ვერ მოინდომე კარგად უნდა მოინდომო. და გამოგივა და უკვე კურთხება აღებული მქონდა პატრიარქისგან. რომ ეს საქმე დამეწყო, საჯაროდ გააკეთა. ყველას მოხდა ჩვენ კურთხება, ვისაც გვინდა რაღაცის გაკეთება და არ გამოგვდის. ყველას მოხდა კურთხება. მაგრამ თქმეს კარგი გამგონი უნდაო,
მართალია, და მართალია. გავიგონე პატრიარქის ნათქვამი მივიღეს სულში, გულში და გონში რა თქმა უნდა. ხო. ეხლა მე ცოტა მინდა ცოტა ისეთი რამ ვთქვა, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი სიამაყეა, რომ 2015-ში სწორედ შედგა პატრიარქის საყოველთაო ჯვრისწერა და მე მირეკეს და მითხრეს რომ ქალბატონაზი თქვენ უნდა იყოთ პირველი და მე ცოტა თავს ვიკავებდი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამას დიდი ისტორიაც აქვს ჩემთან მობრძანდა ჩოხოსანი ბატონი ზვიად ცეხნიაშვილი და მან განაცხადა რომ მე ვიყავი ჩემს სოფელშიო და ვთხოვე შევეკითხე ჩემს მეგობარსო თქვენ ჯვარდაწერულები ხართ? მათმა მითხრეს არაო. აბა ჩხარა ეხლა ცოტა ტრაპეზი ქონდათ ძმაკაცებს მოდით ასე ვთქვათ და ნეტყობა ესეთი ღვინო მაინც ხვით სითამამეს მოიტანს და შეეკითხა ეს და უთხრა რომ ხვალ თქვენი მეუღლეებით მობრძანდებით და ჯვარი უნდა დაგწეროთო. სწორედ იმ სოფელში ნახეს მოძღვარი და შედგა მათი ჯვრის წერა. შემდეგ ჩამობრძანდა პატრიარქთან, მასთან ძალიან დაახლოებული პირი ბრძანდებოდა ბატონი ზვიადი და უთხრა პატრიარქს რომ მე მგონი ცოდვა ჩავიდინეო. იქნებ მაპატიოთო და რაშია საქმეო ხა და აი ასეთი რამ ჩავიდინე თქვენ არ დაგეკითხეთო და დავწერეთ ჯვარი 7 წყვილსო. პატრიარქმა უთხრა მოდი დავიწყოთ საყოველთაო ჯვრისწერა. ეხლა მოდით დაუბრუნდები ისე იმ ადგილს რომ როდესაც მოვიდნენ 7 წყვილი არ არის გვირგვინი. ხონდა თავზე ხონდა და გვირგვინი ხო? ეს არ არის და უცებ მოძღვარმა დაფნის ყეპები იქ ყოფილა ხე და დატეხეს ეს და დაწნეს და იმიტომ 7 წლის 14 ცალი უნდა გვირგვინი ხო? საიდან ეხა სოფელში ხო? და ეს ხერხი ჯობს მოიფიქრო რაღაცა და ეს ხერხი გამოიყენეს და შედგა მათი ჯვრისწერა. და შემდეგ პატრიარქმა ბრძანა რომ დავიწყოთო საყოველთაო ჯვრისწერა. ამ ჯვრისწერამ იარსება 5 წელი და მე რატომღაც ეს შეჩერდა და როდესაც ჩემთან გააჟღერა ბატონმა ზვიადმა ექსაკითხე ასეთი რამ ჩავიდინეო და გავაკეთეო საღამოს მირეკავენ ჩემი მეგობარი გიული ჩხარეული მისი მოადგილე არის და მითხრა რომ ქალბატონაზი ზვიადი მოთქვაო რომეო თურმეო ბატონი ნაზი არ ყოფილა ჯვარდაწერილიო და უნდა დავწეროთ ჯვარიო. მე და პირველი უნდა იყოსო. მე არ მიყვარს პირველობა, იმიტომ მე დიდი პასუხისგებლობაა ესა და მითხარი არა არ მინდა პირველობა, მეორე რიგითად ვიქნებები. არა, ერთი სიტყვით 2 დეკემბერს შედგა ჩვენი ჯვრისწერა 2015 წლისა. და წარმოიდგინეთ ქალბატონო მარინა 5 წყვილი მათი მეჯვარეები ნათლულები ვაშ მამაკაც პატარა ბიჭუნა ქალბატონს პატარა გოგონა ხო და გვერდით ჩოხოსნები. აი უბრალოდ წარმოსადგენად და ესეთია ძალიან ლამაზი სანახაობა იყო და მოვდივართ აი მთელი ეს ძალიან დიდი ის გახდა სელობა. ამათ უკან მოყვებიან თავიანთი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ასაკოვანი იყო ხალხი, ერთი იყო 87 წლის.
მამაკაცი და 85 წლის ქალბატონი და ახლა ხო წარმოგიდგენიათ მათი შთამომავლობა, ხო? რაღაც არაჩვეულებრივი რაღაც საოცრება იყო ეს. და ამის შემდეგ დაიწყო ისევ იმაზე გავამახვილებ ყურადღება, რომ ის კვლავ პატრიარქმა თავისი გონიერება მას საოცარი პიროვნება იყო და აი ჩაუყარა ამ პროექტსაც საფუძველი, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგრძელდა შემდგომ, იმიტომ რომ ქალბატონი გიული, რომელიც ამ საქმეში ამას ახორციელებდა, ის არის ორმაგი მოქალაქე საქართველოსა და ირლანდიის და უწევდა ხშირად წასვლა და მოსვლა და ეს რატომღაც ცოტა შეჩერდა, მაგრამ ეხლა მეუბნებია, რომ აუცილებლად განვაახლებთო და მაქვს მაგის დიდი იმედი და დიდი გამეხარდება ძალიან. ეხლა მე მაინტერესებს ქალბატონო მარინა, თქვენ როდესაც ამას ყველაფერს ქმნით, ეს რა თქმა უნდა თქვენი სხვადასხვა ნივთებია და ეს გაქვთ კომპოზიციას აკეთებთ. წინასწარ რაღაც ხედავთ, რომ ამ ნივთიდან ამას გავაკეთებ, თუ ამის გაკეთების პროცესში შემოდის რაღაც სიახლეები, ხო? აი მიამბეთ ამის შესახებ. მაქვს ბევრი ნივთები, რომელიც აი ვთქვათ, აი ეს ვარდები ხომ მქონდა. აი ეს კვერცხებიც ავიღე, ჯაჭვი ავიღე, ყვავილები გამხმარი ავიღე, მაქვს გამზადებული და რა კომპოზიციას რა უხდება, იმის მიხედვით ვაკეთებ. შემფასებელი ვინ ყავთ და დამფასებელი ვისაც ჩუქნით ალბათ, ხო? მეც მაქვს თქვენი ნაჩუქარი, მაგრამ შემფასებელი ყავთ ვინმე? მეზობლები. მეგობრები კი. ხო, და ის გამოფეს სამწუხაროა, რომ მეტი თქვენ არ მიიღეთ სხვა იმაში, თუ არ იყო. არ იყო ისა, იცით რა, როგორც კი გამოჩნდა, რომ გამოფენა არის, იმ წუთში ესენი მე გამოფენის მერე შევქმენი. ნახატებს ვაპირებდი, ნახატების დახატვას და ვიფიქრე, მანამ ნახატს დავხატა, ჯობია ესეთი რაღაცები გავაკეთო და უცებ ისინი დავიწყე ამის კეთება და რამოდენიმე 10 წელი მქონდა, ზოგი გავაჩუქე, ზოგი გავყიდე, ზოგი და ძალიან მოეწონა სხვათაშორისო, ძალიან უცხო არისო, ეგეთი არ გვინახია, ჟურნალისტები მოდიოდნენ და ჩემაგიდიდან აღარ გადიოდნენ. ხო, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ზოგს სანთლებისგან ყვავილები ქონდა, ზოგს ნახატები ქონდა, ზოგს ნაქსოები ქონდა, ზოგს ნაკე. ჩემი იყო ყველასგან განსხვავებული და აი ხა და ამერიკას კიდევაც რომ მოდით მიიღეთ მონაწილეობა. ძალიან კარგი, აუცილებლად მიხვიდეთ უნდა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ძალიან არ დაანებოთ ამას თავი, კვლავ უფრო უკეთესად გააკეთეთ ეს უფრო ეს უკვე შემოვიდა ძალიან მასიურად ეს ძალიან ლამაზია. მექსიმაქვს პატრიარქზე თუნებას მოცემთ. დიახ. ეს იცით რომელი პერიოდია? დიახ. როდესაც უკვე პატრიარქი გახდა ცუდად და გერმანიაში რო წაიყვანეს სამკურნალოდ. ეს 10-15 წლის უკან რომ მოიწამლა? დიახ, გასაგებია, ხო. აი ეს პერიოდი აი სწორედ მაგ პერიოდში, დიახ. ხო, მაგ პერიოდში დავწერე ლექსი პატრიარქზე უკვე დაუძლურებული, უკვე ნელ-ნელა რო სუსტდება და მარტო ლოცვაში უძლია და აი სხვა უკვე ის ხატვა და ის ყველაფერი ხელოვნება უკვე ვეღარა. დიახ. და აი ძალიან გული მტკიო და უყურებდი ჯერ მარტო სინოდის კრებამ განადგურა ჩვენი მრევლი ერი და ბერი. სინოდის კრება 2009-ში მოიწვიეს 2009-ში. უკვე მე არ ვეწყვილ რომელი მთავრობა იყო, ხალხი თვითონ მიხდება და სინოდის კრებაზე უნდათ რომ მართლმადიდებლობა არ ყოფილიყო წამყვანი რელიგია საქართველოში. დიახ. და მან უთხრეს რომ უნდა გათანაბრდეს ყველანაირი რელიგიასთან, არ უნდა იყოს პრიორიტეტიო. დიახ. და მაგას შეეწირა პატრიარქი ჯანმრთელობა თავიდან უარზე იყო
მოწამლეს. ეს ყველა ვიცით რომ მოწამლეს. ვინ ხელითაც შეეხდნენ მოწამლეს და აი მაგაზი არის ეს. ეს ლექსი მაგაზი. აბა ძალიან მძიმე ისგავიარა. ჩვენმა უწმიდესობამ. თმა ჭაღარა ჭადარია, მედგრად გვიდგას ყველას, დრო და ჟამი გადალია დაუძლურდა მეტად. ბერ მუხა უძლევერი მტერი ებრძვის ერთად არ შეუდრკა ეწიდება საქართველოს რწმენას, არ შეუდრკა ეწიდება მამულიშვილ რწმენას, ებრძვის ვინდა იბრძვის კლავაც, უფალი გლოცავთ მარად. მამანმა ბრძანა ქრისტიანობა არ უნდა იყოს პრიორიტეტი. იგი ბრძოლით ტანჯვით გაუტოლეს ყველა სექტას, ეწირება პატრიარქი იბრძვის მედგრად, იბრძვის მხნედაც, მაგრამ ვაი საწამლავი გაურიეს ავი ქნესა, დაუძლურდა დასნეულდა, ძლივს გადარჩა, ხედავთ, და მას მერე მხოლოდ ლოცვებს და დასუსტა მეტად. ცრემლის გარეშე ვერც მოусმენ და ვერც ვკითხულობ. გეთანხმებით, კი. ეს ძალიან ეს დიდხანს იცოცხლებდა კიდე, რომ არა ეს ძალით ჩარეული ჯანმრთელობის შერყევა. რა თქმა უნდა. კიდე დიდხანს იცოცხლებდა და კიდე დიდხანს გვეყოლებოდა და თვითონაც ამბობდა მე მოვეწრები საქართველოს აყვავებასო. კი. მოუსწრაფეს სიცოცხლე. ამით. გეთანხმებით, მაგრამ აი ეხლა ისეთ მე რა მიხარია, მოდით ასე ვთქვათ, რომ აი მთელმა მსოფლიომ დაინახა მისი როდესაც ის ხდებოდა ეს პროცესი რომ იდიოდა, ხო? მე ხა ძალიან ყველა ნახეთ, მაგრამ მე განსაკუთრებით მაცნეს უყურებდი უცხოეთის და გადაცემებს თუ როგორ ისინი როგორ შუქებდნენ ამას, ხო? ესე იგი, მთელი მსოფლიო არის მე ხარაფეს ახალს არ ვამბობ, მაგრამ გაოცებულები არიან იმისა, რომ ამდენი სხვა ხალხი, წეგან თქვენ ბრძანეთ, ხო? ამდენი სხვა ხალხი და ასეთი დატირება, ასეთი გლოვა, მთელი საქართველოს შეირყა. და არ მეგულება ადამიანი რომ თუნდაც ერთი წამიერად გული არ შეძრულიყო მათი. აი პირადად მე ძალიან განვიცადე და მე ვერ შევძელი წასვლა. რომ ცოტა მაშინ მქონდა პრობლემები მე და მაგრამ ჩემი შვილი ორჯერ იყო მთელი ღამის განმავლობაში გიდგენ იცით თქვენ როგორი და ეს იცით მისმა გარდაცვალებამ კვლავ დაანახა მთელ მსოფლიოს თუ რანი ვარ ჩვენ როგორი ერი ვარ ჩვენ როგორ პატივცემ ჩვენ სარწმუნოებას ამის არ დაანახვა და ამის წაშლა შეუძლებელია. ამას ჩვენ ვერავინ ვერ წაგვიშლის, ჩვენ შემდგარიერი ვართ და ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ პატრიარქს უცხოელები რაღაცას ედავებოდნენ, არის ასეთი იცით ალბათ და ნუ ისეთი მდგომარეობაში ჩააგდნენ, რომ მან ასეთი რამ თქვა, რომ მე ვარ ილია მეორე, ილია პირველი მეხუთე საუკუნეში ბრძანდებოდაო. ამით ანიშნა, რომ ჩვენ მეხუთე საუკუნეში ვყავდა პატრიარქი და ქვეტექსტია საუბარი. თქვენ საიდან მოდიხართო, ნახეთ როგორი სიბრძნეა ჩადებული და დიდება უფალს რომ ასეთი პატრიარქი ვყავდა ჩვენ და ნათელი და სანთელი მის უკვდავდა განუმეორებელ სულს. ქალბატონო მარინა. ეხლა მე მინდა მაინც თქვენ გადაგიყვანოთ თქვენ ძირითად სპეციალობაზე. აი რომელ ასაკიდან მოისურვებთ რომ გამხდარიყავით ექიმი?
მე დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი. ჯერ. წითელ დიპლომზე დავამთავრე ერთი მაგრამ გამოცდის. სკოლის სასწავლში არ ქონდა სწორელი რომ ეკი. აი ეს მაინტერესებს რომ რაღაც პერიოდი მქონდა და მე რატომღაც უფრო ავარჩი ისე რომ უფრო ისტორიული საგნები. ისტორიული საგნები. მე და ჩემი მეუღლე დაოჯახდით და უკვე ისტორიულ საგნებს იმდენი მეცადინეობა უნდოდა მაგის იდე რომ გათხოვილქას არ აქვს და ჩავაბარე სამედიცინო ტექნიკუმში. დავამთავრე წითელ დიპლომზე. 5 წელი ვიყავი წარმატებული და იმის შემდეგ ვაბარებდი ყოველ წელს და ერთხელაც რამდენი წელი აბარებდით სამედიცინო? 7-8 წელი. ხო. და მოვიდა ლიმიტი. ეს ლიმიტი მისცეს 1 წლის მოსულ გოგონას. სხვას. ის მოვიდა რაიკომი იყო მაშინ. დიახ. რაიკომიდან. მისცეს იმ გოგონას და ატეხეს ერთი ამბავი, ხვები ხო აბარებდნენ ექცენები კი და წილს. კი, როგორ არა. ატეხეს ერთი ამბავი, რას ქვია, ახალს აძლევს და ჩვენ არ ვგაძლევთ და 7 ის დაუშვეს ლიმიტი. ლიმიტი დაუშვეს. 7 ლიმიტი. და მარტო მე და ამ გოგომ ჩავაბარეთ. და ერთი გამოცდა იყო ლიმიტი. ჩავაბარე მოსამზადებელზე. ლიმიტი როცა არის მოსამზადებელზე აბარებ და ორი გამოცდა ჩავაბარე. მე ქიმია ბიოლოგია და ჩავერიცხე. ეს რომელი წლებია, კაბატონო? ეს არის 90-იანი წლები. ყველაზე რთული პერიოდი. უკვე ასაკში ბრძანდებოდით, უკვე დედაც იყავით, ხო? მაშინ 36 წლის ვიყავი. რო ჩააბარეთ. და აიჩეთ ურთულესი სპეციალობა ქირურგიათან. ეხლა მყავს კოლეგები, მოზრდილთა ქირურგები ბავშვი ვერ ეკარებიან. რანაირად, როგორ ახერხებოდა? იმდენად მიყვარს ეს ბავშვები და იმდენად მე იმაზე კი არ ვფიქრობ. პირველი ბავშვი რომ მოვიდა და მეორე ხელები მიგანკალებდა. დიახ. თითი ქონდა მოწყვეტილი რკინის კარებში მოუყვადა სისწარღზე ეკიდა მხოლოდ. რა ასაკში ეს პატარა? ბავშვი არის წლის და 2 თვის. ერთი ბეწვა დედა ტირის არ მოჭრაო. დიახ. აღვადგენი ეს თითი ყველაფერი ჯერ არ იყო აქ დაწყებული გაზვალება, რბილობი იყო. შეიზარდა, აღდგა, ფერი, ყველაფერი ჩხილიც ამოვიდა, კარგად არის ეს ბავშვი. მეორე ბავშვი, მაგრამ როგორ იცი ხელები მიკანკალებს, ბავშვს დავადებ, რომ არ დამინახონ. ხო. და მეორე ბავშვი იყო ყური ქონდა გახეული თავიდან ბოლომდე ბატარეაზე მეარტყლევნის ბავშვები. ხა ეს ყური აქედან შევკერე, ახლა უკინდა შევკერე თავის ადგილზე ყოფილი, ეს ყურით კარგად აღდგა. ახლა მე ვდი ჩემი ლექტორი, ერთმა ლექტორმა ღმერთო ნათელი და დღეს იმ ქვეყანაზე ეს იყო პროფესორი პატა გვეტაძე, თორაკალისტი იყო. დიახ. ძლიერი სპეციალისტი იყო და ქირურგიის გამოსაძე რო გავედი, მეკითხება შენ რომ რაიონში იყო, სოფელში და რა არა რენტგენი, არაფერი დიაგნოზი როგორ დასვა მოტეხილობისო. მოთხარით ტკივილი, სიწითლე, შეშუპება და კრეპიტაცია მეთქი, მაგრამ ეს კრეპიტაცია ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთო, აჩვენებ ესე მოტეხილია თუ არ და ხრჭიალი აქვს ზვალს. დიახ. მაგრამ აცილება თუ გამოიწვია მოთხარი სისწრაფს გადაჭრი მეთქი. წადი შულო, ჩემზე მეტი იცი ქირურგიაშიო. ამან გამათა მამა. დიდი შეხებაა. კი. და ქირურგისკენ ავირჩიე გზა და მეორე პრაქტიკის ხელმძღვანელი იყო ვიტყვი ბულისკერია ზვიადი, მიყვარს, მაგრამ რაღაც თავისებური ჩქონდა, რომ ქალებს ვერ იტანდა ქირურგად. რატომ მეთქვა თქვენზე ნაკლებად მოვქარგავ, თქვენზე ნაკლებად ნაზად გავუკვეთავ, იქ შეხორცებებია. ქონდა შემთხვევა, აპენდიციტი ისე იყო ბრმა ნაწლავთან შეხორცებული. ხელი არც ის უნდა გაჭრა, ეს წავა პერიტონიტი. დიახ. ამას ჭრის ურთულესად, ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო, მინდა ვთქვა. და რა გინდათო გოგოებს ვაქო, იმ პერიოდში იყო ერთი ბავშვი, ევენტრაცია ქონდა, ანუ ვერ კერავდნენ, შეკერავდნენ, გაიხსნებოდა, სუსტი იყო ბავშვი, კახეთსიური იყო, უჭმელუსმელი. ამოიყრებოდა ნაწლავები. ვერაფერ ვერ აღადგენეს კანის მთლიანობა, რომ ნაწლავები იყრება ზემოთ, ევენტრაცია ქვია ამას. აი რა გინდათ აქო ქირურგებსო, გოგოებსო, სამნი ვიყავით წამოსული. მოთხარ რა ვქნა, მიყვარს მეთქი. всё, მე აღებული მაქვს ის მოთხარი დევიზი, რომ უნდა წავიდე და ქირურგიაში დავთავრდო. მე თქვა, თქვენ რამდენიც კიდე დილაპარაკობთ, მე ვხდები ქირურგი. დიახ. ხო და
იცი რაო, უნდა ეწეოდეო, უნდა იგინებოდო, უნდა სვამდეო, დალების გარეშე ოპერაციას ვერ გააკეთებო და ამას უკავშირებ იმას, რომ იგაგალებდა ხელები. და კიდევაც დავლებ, კიდევაც მოვწებ ქალებშიდაც ვივლი მეთქი. და ფიქრობდი, ნეტა ხო არ დამელია ცოტა მეთქი და ისე ხო არ გავაკეთო ოპერაცია და მესამე ოპერაცია ჩავატარე კარგად დალების გარეშე. ხო, ქირურგებს აქვს ეს. და სხვათა შორის მორიგეობებზე რომ ვიყავი სვამდნენ. ეხლა რომ შემოვიდეს მეთქი, მაშინ მე სტუდენტი ვარ, რა ვიცი ხა ამდენი და პაციენტი უკეთესად გავაკეთე. აი ეხლა მაინტერესებს შემოდიან ბავშვები ისეთი ტრამვით ახლა რატო ვამბობ იცით ყურადღება მშობლებიდან აქვთ ბავშვებს ადრე უფრო იყო მეტი ადრე წინა წლებში ეხლა უფრო მეტი ნაკლებია უფრო ყურადღება ხო დაჟე ახალ წლებზე მოდიოდნენ ისეთი ბავშვები რომ დაგლეჯილები ქონდათ ხელები ასაფეთქებლებით. ასაფეთქებლებით. ეხლა უფრო ნაკლები ეგეთი ისინი შემთხვევები. კი. ხო, კი. და ნუ რასიზამთ ეხლა ეს თავისებური ბიზნესია ხალხს და ეგ რო ჩემთვის არ არის ბიზნესი, სიმე სხვა სფერო დავიმატე იმისთვის რომ შემოსავალი მქონოდა. მიყვარს ძალიან თავს ჩემი სპეციალობისთვის ხელფასი მწვენია რომ ვთქვა და არც ვიტყვი მიზერული პენსიები უფრო მეტი მაქვს ხელფასი ხო კერძო ის გააქვთ კერძო არა ამ სფეროში თუ ახლა გამომიძახებენ კი ჩემ უბანში დიახ და იქ სამსახურის პერიოდში არ მაქვს უფლება ხო კი ბატონო მაშინ უნდა გავაფორმო გამოძახება 80 ლარი თქვენ აკეთებთ მასაჟებს ხო? დიახ, მე იცით როდის სააკაშვილი რომ მოვიდა? დიახ. მანამდე შევარანძის 1500 მაინც მქონდა ხელფასი. დიახ. შევარანძის დროს სააკაშვილი ლევი აბზალა. ეს პრავი შემაქ სალაროში, პოლიკლინიკის სალაროში. დიახ. ჭამენ თვითონ ადმინისტრაცია, ჩვენამდე არაფერი არ მოდის. ძველი ვალებიო დარჩაო წინა მთავარ ექიმსო და მეო ჩემ ჯიბიდან ხო არ დავდივ და კაპიკს არ გაძლებ რა ვქნა. დიახ. მოიპარა მოხსნიან, მოიპარა ჯიბეს შაიდებ, გაგაგდებენ, ან შეიძლება ჩაქვსონ ციხეში, გააჩნია რაოდენობას. წავედი ვისწავლე ბავშვთა მასაჟები და აი ყველანაირ შეძენილ დეფორმაციას ვასწორებ. თორე იციან ჩემ ეკოლოგებმა, აი ნექტა ის მიდის გამრუდება მიდის სკოლიოზის დროს, ერთი ხო ესია. მოზარდებში კი. ვასწორებ კუნთების ხარჯს. რელაქსაციას ვაკეთებ, დაჭემული კუნთების და ხერხემლის გამრუდების დროს აქეთ მხარის კუნთები არის დაჭემული, აქეთ მოდუნებული, პირიქით მუშაობ, აქეთ ტონუსში მოყვას, აქეთ რელაქსაცია. წორდება. ხო. 10%-თან თუ იცის როგორ გააკეთოს რელაქსაციური და როგორ გააკეთოს სპატონიზირებელი მასაჟი. 10%-მა. და მე ხმამაღლა ვიტყვი აქ და ყველას ვეუბნები შევქნათ ისეთი ორგანიზაცია, სადაც მოხდება მასაჟისტების გადამზადება. ჯერ გადამოწმება ვინ რა იცის, მერე გადამზადება, რომ ისწავლოს რელაქსაციური როგორ უნდა გააკეთოს, მატონიზირებელი როგორ უნდა გააკეთოს. ახლა უტყაპუნე ხელები შეიძლება არაფერი დაუშაო, მაგრამ არც შედეგია. ხო, შედეგზე უნდა გავიდეთ. რატო ახდევინებ ფულს? ცუდო არ არის ის მშობელი, სიმწრით შეუგლავს ფულს. დიახ. და ბევრმა დარღვევაც გააკეთა. აი შენი რო იყვნენ ისინი მაუგლის ბავშვები. თავწილები გამოყავდათ ბავშვები იქ მოტეხილობები და 1000 უკიდო ის კუნთი რო იკუმშება ტეხავს იმას ცალ ბავშვი თვალი რა არის. თვითონ პატარა პაციენტები როგორი არიან? საყვალები არიან. წლამდე საოცრებები არიან, გიცინიან, გიყუტუნებენ, რა ვიცი, რაღაც საოცრებები. წლის მერე ცნობიერებაში რომ ვარდებიან, ცოტა წინააღმდეგობას გიწევენ, მაგრამ მაინც უნდა ფსიქოლოგიურადაც და ხო, აი ამიტომ გეკითხეთ ეხლა რომ აი როგორ უდგებით ბავშვებთან ძნელია ძალიან ეს ნუ მოზარდები ვთქვათ გაძლებენ რაღაცა ნუ კი ეშინიათ შინაგანად მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ სხვა რაღაცა მაგრამ პატარა ბავშვები აი თეთრი ხალათი ისიც კი აშინებთ მათ და აი თანას ტრამვა თანას
ტკივილთანაა ეს დაკავშირებული. მინიმალურამდე ვიყვანთ ტკივილს ბავშვებს რო ანუ ის არის ანესთეზია. ანესთეზიის მერე ვერაფერს ვერ გებულ. ინსულინის შპრიცით შემყავს 1 წვეთი უკვე ის გაძლევს ლიმონის კანს, ანუ გაყუჩილდება და დასრწილი ხდება კანი. იმაში რაც გინდა გაუკეთებს, აღარ ტკივა უკვე. მე ფართოვდება თვითონ იქ რომ უმატებ, ფართოვდება ისა. მე უკვე პირდაპირ ნერვში და ყუჩდება ის რომ ჭხილიც რო ამოუყო და თითიც რო მოაჭა ჯვარიწერია, ვერაფერს ვერ გებულობ, მაგრამ პანიკიორობენ. შობელს რო ხედავენ, პანიკიორობენ და თუ იმის შეშინებული თვალები ნახეს, ეს კიდე გიждდება. გაბრძანეს მეუთხარი, სულ გარეთ ახლა მეუთხარი. ხო. გადიან და ასე ჩუმად მიჭრიტინებენ. კარგად არის ბავშვი, კარგად არის მეუთხარი, ნუ გეშინიათ. ხო. და ეს პატარა პაციენტი მადლიერები არიან მერე თქვენი? კი, აღარ მიშინიო, უკვე შეგეჩვია, აღარ მიშინიო, 2-3 წლის ბავშვები ხო დადიან. ხო, აი მიშინიო, ვიცი რა არის აღარ გამიკეთებ. ხო. რა კარგი რა, კარგ სამყაროში ხართ, მოდით ასე ვთქვათ, ხო? მიყვარს, აი ძალიან მიყვარს. ჩემი სპეციალობა. პატარები და ცით რა ძალიან კარგი სპეციალობაა, მაგრამ ძალიან რთული, იმიტომ რომ ბავშვი მაინც როდესაც რამეს ტკივა ის გეწინააღმდეგება კიდევაც ეშინია კიდევაც სულია რაღაცა დიდ განცდებში აი ფსიქოლოგიური მიდგომა სჭირდება როგორ ამშვიდებთ ამ ბავშვებს მე და შენ უნდა ვისაუბროთ ხო უნდა გავიგო შენ როდის ტკივა როდის არ ტკივა თუ შენ სულ გადამოლად იყვირებ მე ვერ გავიგებ შენ როდის ტკივა მაშინ მე გაგიკეთებ და გაგიკეთებ εν რაოდენობით ნევსებს დიახ მოდი მე შენ დამიჯერე მე შენ უნდა მესმოდი შენ ჩემი უნდა გესმოდეს გეტკინება ვაი მითხარ მე მეტი არ მინდა ავწევ ხელებს ესე შპრიციანად აი ესე ვსაუბრობთ ეს კარგი მეთოდი გაქვს ბავშვებთან ხო შემოძირფასო ქალბატონო მარინა ჩვენ უახლოვდებით ახლა გადაცემის დასრულებას და რა გეგმები გაქვთ ახლა რამის დღესდღეობით თუ აკეთებთ ხელოვნებაში ხო ისევ ხელოვნება თვითონ გეუბნება რა უნდა ხელოვნებით დავიწყო და ხელოვნებით დავასრულო ხელოვნება თვითონ გეუბნება რა უნდა გააკეთო ნუ ხატვა ძალიან მიყვარს დავხატავ ეხლა პეიზაჟ ხატავს ამთრის პეიზაჟს ძალიან ლამაზი გამოდის რა ვიცი აი თუ რამე მოხდა მნიშვნელოვანი საქართველოში ვეხმიანები ყველაფრით ლექსით ან ნახატით ან რა არ გაგჩენიათ სურვილი რომ სადაც თქვენ ახართ მრევლი რომ დახატოთ პატრიარქის სურათი და მიიტანოთ შეიძლება იქ არ დაიდოს მაგრამ თუნდაც მამაოს რომ უსახსოვროთ არ გაგჩენიათ ეს სურვილი ნაჩქარი მაქვს მამაოსთვის მე ვთვლი რომ კარგი იქნება ეს რაღაცა სუსხანაირი განცდაა რომ თუ აჩუქებთ და ვისი სურათზეა საუბარი აი ეს და მე მგონი ის მამაო თქვენი ზღვარი დაგჭებათ მადლობა ჩემი გაკეთებული ნივთები ბევრი მიმიცია ჩემი მამაოს არა ეს ნივთები სხვა მაგრამ აი ნახატი პატრიარქის ჯვარი გავაკეთე აი ნახევარჯვირფასი ქვებისაგან ჯვარი იმაზე დავაკარი ჩარჩო გაუკეთე და ეს ვაჩუქე და ძალიან მოწონს შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა თუ რამე გსურთ რომ დავამატოთ და დავასრულოთ. მინდა გავიხსენო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უშუალოდ პატრიარქს შეეხება. ერთ-ერთი ეზოთერიკოსი ტელევიზიაში საუბრობდა, რომ 7 ანგელოზის დასი 200 წელი მფარველობდა ამერიკასო. და აი ამ ნახატს ხატავ, ეხლა მაგის შემდეგ მომივიდა ეს მუზა რომ დავხატო ეს ნახატი. 200 წელი მფარველობდა ამერიკასო და ეხლა ტოვებს ამერიკას ეს ანგელოზის 7 ანგელოზის დასი და მოემართება დასავლეთისკენო. და ეს ამბობს და სად დაბანაკდებიანო ეს მხოლოდ იცის ილია მეორემო პატრიარქმაო. იცით როგორ აღვივსე ბედნიერებით რომ საქართველოს აყვავდება საქართველოს რო ძლიერი იქნება ამერიკაზე ნაკლები არ იქნება აი ამას სურველოდი და რაღაცა მინდოდა მინიშნება და
დავით გარეჩი ვიყავით, აი სულ ზემოთ, აი ესე რომ მიდის ბილიკები და სულ ზემოთ ღია სამლოცველოებია და სადაც ის არის საკურთხეველი, იქ შესვლის უფლება არა გვაქვს, მაგრამ ჩანდა რამოდენიმე თავი, ფრთები და მამაო შეკითხები, მამაო მეთქი, იქ რამდენი ანგელოზია თქო და 7-იო. всё, ესე იგი ჩვენ ხო ვიყავით რამოდენიმე ჯერ აყვავების მე-12 საუკუნე იყო, მე-10 იყო, მე-11 ბაგრატ მე-13 დროს იყო. აი ბევრჯერ ყოფილვართ აყვავების პერიოდში და მაშინდელია, ეს ხო მე-6 საუკუნიდან არსებობს ეს კომპლექსი. დიახ. და ალბათ მეთქი გამოსახეს ჩვენმა ეს ბერები და ისინი ხო შავი ბერებიც იყვნენ და წინასწარმეტყველები იყვნენ, გამოსახეს კედელზე ეს ფრესკის სახით. და აი ხლა ხატა აი ამ ნახატს. იქ ზემოთ ყავს 7 ანგელოზი, ზვიადი მერაბი, აქ წმინდა ნინო და ილია ჭავჭავაძის ფოტო მინდა ჩავსვა აქ და ექნება დასრულებული სახე. ეს ზემოთ არის 7 ანგელოზი. მათი ჩანს, მაგრამ ჩვენ ამას გადავიდანთ მე შეხედეთ, ხო. საინტერესო რაღაცა ეს ეზოთერიკი ქართველია თუ უცხოელი? არა, ქართველი იყო. ქართველი. კი. ქართველი ეზოთერიკა. ძალიან შემოვიდა მოდაში ეს ეზოთერიკოსები. კი, ეს ძალიან საინტერესოა. და აქვთ რაღაც ნათელხილვები აქვთ მაგათ. კი, როგორ არა, აქვთ, კი. რას უსურებთ ჩვენს ქვეყანას? და ჩვენს ახლანდელ პატრიარქს მიყვარს ჩემი საქართველო, უზომოდ მიყვარს ქართველი ერი და მასაც შევუყარეთ ვინ ჩვენ შეგვუყარს. თქვენი პაციენტების ხო ძალიან კარგად გიყვართ პატარები. და ესენც ერში შედიან. ხო. ქართველ ერში და პატრიარქს უსურვებდი, გაეგზელებიოს წინა პატრიარქის როგორ გითხრათ, გეგმები, მიზნები, ხა შეიძლება ხელოვნებაში ისეთი ძლიერი არ იყოს, მაგრამ აი ეს რაც პატრიარქს უნდოდა, რომ საქართველოს უნდა დამდგარიყო აყვავების გზაზე და მაგას უნდა მოსწრებოდა პატრიარქი, მოდი მას უსურვოთ, რომ მან შეძლოს ეს. ამინ. და ჩვენ თაობაც მოესწროს. დიახ, დიახ. თითო აგური მაინც დავდოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ქალბატონო მარინა რომ მობრძანდით და ჩვენ ვისაუბრეთ პატრიარქზე და მეც მომეცა საშუალება რომ მეთქვა რომ ვარ პირველი ჯვარდაწერილი პატრიარქის საყოველთაო ჯვრისწერისა და მინდა წარმატებები გისურვოთ, მქონდეთ ბევრი გამოფენები და ნაკლები პაციენტები ყოლებოდეთ პატარები. ეხლა სულ არ მღავს პაციენტები. გამოვაჯამთელი ყველა. ხო, ჩვენს მომავალ თაობას არაფერი დაუზიანდეს. თქვენი სახელით დავემშვიდობები ჩემს ძვირფას მაყურებელს და ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.